გავიგე მაფია, ჩემი მტერია მარიანა, ჩემი მეგობარი. დღეიდან მაფია დაიბლოკება და მარიანა იქნება ჩემთან. მაფიას ბრალი ყოფილა ჩემი გაშავება. ჩემი გაშავება ყოფილა მაფია დგა და ალაპარაკებს რიმზე ჩემზე. Თქვენსაც რო დავებო, ეკლესიის თუ გესმით, სარწმუნოების თუ გესმით, თუ რელიგია გწამთ, რატო იმდენი არ იცით, ეკლესიაში ეს შესულ ადამიანს პათოლოგი იქნება, მრუში იქნება, მკვლელი იქნება თუ ქურდი, ვინც მოინანიებს, ყველა იწმინდება ცოდვებისაგან. მიუხედავად იმისა კიდე რომ ისა რა ქვია, ანუ ნახეთ, ვინც ეკლესიიდან არავის არ აგდებს, არც მოძღვარი, არც დეკანოდი. შეგაუნათლებელო ქალო, რო დგეხარ და მე მაკრიტიკებ მაფიას ლაივში, ჯერ იკითხე ვინ რა წარსული გადაიარა, ვინ რა შეცდომები დაუშვა, თქვენ თავებზე მოინანიე წადით ტაძრებში. ქეთევან ეგიდუნაშვილს ნუეხებით, თორე ძალიან ცუდად დაგიმთავრდებათ ყველაფერი. ეს მე არ დავამთავრებ. უფალი აღდგომის დღეს შავად გაგიდენებთ ყველას. ვინ ჩემს ცხოვრებას და ჩემს წარსულს ეხებით და ჩემს გაშავებასაც TikTok-იდან თქვენ ახართ წასასვლელები. თქვენისთანა ხალხია წასასვლელი, რომ ბილწავთ TikTok-ს ლოთობით, მრუშობით და ყველა არაადვეკატური საქციელით. მე ვარ შოუმენი, ხალხს ვართობ, ვახალისებ, მღედი ვარ და ვცეკვავ. თქვენ რას აკეთებთ? მარტო ქეთი ეგიდუნაშვილის თემა გაქვთ ჩახვეული, მარტო ჩემზე გაქვთ პროგრამა გადატანილი. წადით ხატთან, მიდით აი ასეთ ხატებთან. დაჩოქვით მოინანიეთ თქვენი ცოდვები. მე თუ რამეს ვაშავებ, უფალი თვითონ მომაგებს მე ჩემს წირს. ამიტომ ისწავლით ბიბლია. ისწავლეთ რელიგია, იყავით ქრისტეს მოყვარე ხალხი, მიმტევებელი, მოწყალე გულის და მოზღვავე გულის. მე თუ ადამიანი მლანძღავს, მე მიტევებას ვაკეთებ, თქვენ რას აკეთებთ? მთელი 24 საათი ქეთი ეგიდუნაშვილი გაკერიათ პირზე. შვილებს მიხედეთ, ოჯახებს მიხედეთ, საქმე არა გაქვთ, რაც სავდექი, ჭურჭელი, სახლი დალაგებას ვერავდივარ. თქვენ საქმე არა გაქვთ, ქეთი ეგიდუნაშვილს უყურებთ ყოველი 24 საათი? გცხვენოდეთ, ქალებო, გცხვენოდეთ, ადამიანობის ნატამალი არ გენიერ TikTok-ით ისასრულება ყველაფერი ხალხო. TikTok-ის გარეთ ცხოვრება გრძელდება. TikTok-ის გარეთ ცხოვრება გრძელდება, გამიგე? მაგრამ ვინ უნდა წავიდეს TikTok-იდან? ქალი, რომელიც ხალხი ეხვეწება, რომ დაბრუნდეს.